პარლამენტმა და ევროპის საბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭა. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოსა და რეგიონის ენერგეტიკული ინტეგრაციის გზაზე, რაც გულისხმობს აღნიშნული სტატუსი და შესაძლებლობებს ქმნის დამატებით ინვესტიციების მოზიდვისათვის. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე სტუმართან საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორთან მაია მელიქიძესთან ერთად ვისაუბრებ. პირველ რიგში მოგესალმები მაია, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმები ანუკი, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მაია, დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბით. გუშინ გაჟღერდა ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შავი ზღვის კაბელს მიენიჭა ორმხრივი ინტერესის სტატუსი. პროექტმა განვლო ძალიან დიდი გზა სიაში შეტანიდან, იმიტომ რომ ჩვენთვის ცნობილია, რომ ჯერ პირველი ეტაპი იყო სტატუსი, რომ მოხვედრილი იყო ამ სიაში და შემდეგ უკვე გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ყველაზე მთავარი, რასაც ეს სტატუსი ითვალისწინებს, არის ის, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის ქვეშ ექცევა პროექტი. უფრო დეტალურად რო ვისაუბროთ, ის დაბატებითი სიკეთები, რასაც ეს რა არის, რაც პროექტს დააჩქარებს, მის განხორციელებას დააჩქარებს და ხელს შეუწყობს. პირველ ეტაპზე აუცილებლად უნდა ვთქვა ის, რომ ეს პროექტი ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდ მნიშვნელობას დატვირთვას რეგიონში და არა მხოლოდ. ჩვენ ხო ყოველთვის გვეუბნებოდნენ ხოლმე იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს საზღვარი ევროპასთან და დამაკავშირებელი, ფიზიკური საზღვარი ევროპასთან და დამაკავშირებელი, ასე ვთქვათ, საშუალება. სწორედაც ეს პროექტი გვაძლევს ჩვენ ამ შესაძლებლობას და შანსს. მოდით წინა ისტორიაც გავიხსენოთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. 2016 წელს დაიბადა ეს იდეა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განიხილეს და მას მიეცა მწვანე შუქი. მას შემდეგ მიმდინარეობდა ბუნებრივია მუშაობა იმ უბრალო მიზეზის გამო, ანუკი, რომ ასეთი უნიკალური პროექტი მსოფლიო დონეზე არ არსებობს, იმიტომ რომ თავისი სიგრძით და დატვირთვით 1300 მეგავატზეა საუბარი და 1150, ასე ვთქვათ, კილომეტრზე. ეს საკმაოდ დიდი და სერიოზული მაჩვენებელია. ინფრასტრუქტურულად რთული პროექტი. საკმაოდ რთული პროექტია განსახორციელებლად, ვინაიდან ტექნიკური თვალსაზრისით და გარემოს დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით საკმაოდ კრიტიკულია. მიუხედავად ამისა, ქართველებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ აიღონ ასე ვთქვათ, ეს მოცემულობა შეაფასონ ადეკვატურად და გამოიყენონ ეს შანსი. შარშან ზუსტად 1 წლის წინ თქვენ და მე ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ ევროკომისია მისცა სწორედაც PMI სტატუსი და ეს ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იყო. წელს უკვე ევროპარლამენტმა განახორციელა და გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი, რამაც ხაზგასმით საქართველოს დატვირთვას და მნიშვნელობას მისცა კიდევ უფრო მეტი პროგრესის შესაძლებლობა. მოდით ახლა დეტალებში წავიდეთ, რას ნიშნავს. დღეს ელექტროენერგია არის ყველაზე დიდი მოთხოვნის ქვეშ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ იმ პოლიტიკური ვითარებებიდან გამომდინარე, რასაც მსოფლიოში აქვს ადგილი, თუ რამდენად ძვირად ღირებული ხდება ენერგომატარებლები და განსაკუთრებით ელექტროენერგია. სწორედ აქედან გამომდინარე, ის პროდუქტი, რომლის წარმოების შესაძლებლობაც ჩვენ გვაქვს, ეს რა თქმა უნდა უკვე ექცევა ევროკავშირის კონდის ქვეშ, რა თქმა უნდა გვაძლევს ჩვენ შესაძლებლობას იმისა, რომ მოვახდინოთ ელექტროენერგიის ექსპორტი უკვე ევროპულ ბაზარზე. ჩვენ რუმინეთს ვახსენებთ ხოლმე, მაგრამ რუმინეთის გარდა უნგრეთი არის საკმაოდ სერიოზულად დაინტერესებული და ევროპა სერიოზულად განიცდის ახლა ელექტროენერგიის დეფიციტს. განიცდის რა დეფიციტს, ანუ კი თქვენ კარგად მოგეხსენებათ, მასზე ფასი ყოველთვის უფრო მზარდია. ამიტომ აქედან გამომდინარე, ეს პროდუქტი შეგვიძლია ვაწარმოოთ, გავიტანოთ ექსპორტზე და მივიღოთ ის შემოსავალი, რომელიც ქვეყანას მოუტანს სერიოზულ ეკონომიკურ დოვლათს. ამასთანავე პროექტი ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის და არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, რაც ყველასთვის გადამწყვეტია. ამასთანავე ჩვენი მიზანი არის ენერგოდამოუკიდებლობა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ხშირად საუბრობთ იმის შესახებ, რომ დეფიციტური ქვეყანა ჩამოვყალიბდით ჩვენ, ექსპორტზე ნაკლებად ვაკეთებთ ფსონს, უკვე იმპორტ დამოკიდებულება იზრდება, ეს ჩვენი მოცემულობა და ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკვე ეს საშუალება კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოვიყენოთ და ვთქვათ, რომ ინვესტიციები უნდა მოვიზიდოთ როგორც ადგილობრივი თვალსაზრისით, ასევე საერთაშორისო. ახლა ჩემი შემდეგი კითხვა სწორედ ამას ეხება, ანუ ამ პროექტმა კიდევ ერთხელ საქართველოს როლი გამოკვეთა და გადაწყვეტილება, რომელიც ევროპის საბჭომ მიიღო, ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების სასამაღლებლადაც ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და არა მარტო საქართველოსთვის და რეგიონისთვის. აი, არსებული კონფლიქტის ფონზე, რაც ახლო აღმოსავლეთშია, მსგავსი სტრატეგიული პროექტი
პროექტები საქართველოს რა დამატებით როლს შესძენს და ასევე მინდა გითხოთ აი სტატუსი დაფინანსების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ამ პროექტის განხორციელებას ძალიან დიდი თანხები ჭირდება. Რამდენად დაეხმარება? Საასახად მაშინ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა, ბუნებრივია ასეთი აქტუალური არ იყო, უნდა აღვნიშნო, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საკმაოდ გაიწელა დროში. 2016 წლის შემდეგ 10 წელი გავიდა და მხოლოდ 2026 წელს მიიღო PMI სტატუსი ევროპარლამენტისგან და 2025 წელს ევროკომისიისგან. სწორედ ამან კიდევ უფრო მეტად დააჩქარა ამ კონფლიქტმა, რაზეც თქვენ საუბრობთ და შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობა და დატვირთვა კიდევ უფრო გაზარდა. ეს არის პროექტი არა მხოლოდ და კიდევ მეორე პროექტზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, ეს არის მწვანე ენერგიის დერეფანი. ამიტომ ეს ორივე პროექტი არის ფლაგმანი ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ მისი დატვირთვა და მნიშვნელობა მსოფლიო დონეზე, არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მსოფლიო დონეზე გახდეს მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა ამას სწორედაც რომ უწყობს ხელს. თქვენ ახსენეთ ინვესტიციები და ძალიან ვიხარია რომ ამ თემაზე მინდა გავამახვილო თქვენთან ყურადღება, ვინაიდან ჩვენ გვაქვს რესურსი საკმაოდ მოცულობითი, როგორც ჰიდროს, ასევე მზის და ქარის მიმართულებით, დროა უკვე რომ ინვესტიციები განხორციელდეს არა მარტო ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო თვალსაზრისით და ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მაჩვენებელი მზარდია. უბრალოდ ამ ყველაფერს აქვს გარკვეული გამოწვევები, რაზეც ხშირად გვისაუბრია. დიახ, ანუ ინვესტიციების კონტექსტში საუბარი თქვენ ხშირად ახსენებთ ხოლმე, რომ ძალიან მდიდარია ჩვენი ქვეყანა ჰიდრორესურსით და ძალიან დიდია ინვესტორების ინტერესი, განსაკუთრებით მას შესაძაც არ გვაქვს ჩვენი პოტენციალი მაქსიმალურად ათვისებული. თუმცა ეს საშუალება, რომ გავხდეთ ნეტექსპორტიორი ქვეყანა მწვანე ენერგიის და ჩვენი ენერგია მივაწოდოთ ევროპის ბაზარს, რომელსაც ასევე ჭირდება წყაროების დივერსიფიკაცია, შეიძლება იყოს დამატებითი სტიმული ინვესტორებისათვის. აი, განახლებული სამოქმედო გეგმის და სტრატეგიის ჭრილში თქვენ როგორ გესახებათ, რამდენად შეუწყობს ეს ხელს უფრო მეტ ინვესტიციის მოზიდვა საქართველოში? ძალიან კარგი კითხვა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სულ დაახლოებით 1 თვის წინ გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ შემდეგი 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 4000 მეგავატი უნდა დაემატოს ჩვენ სისტემას. დღევანდელი საქართველოს დადგმული სიმძლავრე, მოგეხსენებათ თქვენ, არის 4700 მეგავატი. საუბარი არის დამატებით 4000 მეგავატის შემოსვლაზე ჩვენს ქსელში, ანუ გაორმაგებაზე. აი ამ 4000 საკმაოდ ამბიციურია, გეთანხმებით და ამ 4000-დან, ანუ კი 1000 უნდა იყოს ჰიდრო, 1300 აუცილებლად, ну, ყოველ შემთხვევაში 100 არის გაწერილი ამ ეტაპისთვის დღევანდელი მდგომარეობით არის მზე და 1700 არის სწორედაც რომ ქარი. აქედან გამომდინარე, აი ეს მოცემულობა ჩვენ კიდევ ერთხელ გვაძლევს იმის შანსს და შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ავითვისოთ ეს ჩვენი რესურსი. ეს 4000 მეგავატი უპირველეს ყოვლისა მოემსახურება იმას, რომ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ როგორც თვითკმარი ქვეყანა და რა თქმა უნდა დანარჩენი გავიტანოთ ექსპორტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ძალიან კარგად აკვირდებით ჩვენს მეზობლებს, როგორ აქტიურები არიან ელექტროენერგიის გენერაციის მხრივ, ოღონდ განახლებადი ენერგოწყაროებიდან. აზერბაიჯანს გაზი აქვს, თუმცა და მას არ უჭირს. საკმაოდ აქტიურად ანვითარებს. არ უჭირს ელექტროენერგია, მოდით ვაღიაროთ, მაგრამ ძალიან საინტერესო დავითარებს მზის ელექტროსადგურების მიმართულებით გენერაციას. რატომ აკეთებს ამას? იმიტომ რომ გამოიყენოს სწორედ ის შანსი, რომელიც ხვალზე გმის კარზე იქნება საქართველოსგან შეთავაზებული. მაია, მე მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გითხოთ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა ცოტა ხნის წინ, კერძოდ რამდენიმე კვირის წინ პრემიერმა განაცხადა, რომ 1 მილიარდი ლარის ჯარიმების ჩამოწერა მოხდა და პირობით ეპატია 157 კომპანიას. ანუ ჯამში შეწყდა 515 მეგავატის პროექტები, თუმცა გაგრძელდა 1560 მეგავატის პროექტები. აი ამ შეზღუდულ პროექტებთან დაკავშირებით თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, რამდენად მიისცემს ბიზნესს ეს გადაწყვეტილება, რომ უკეთესმა ინვესტორმა ნახოს და უფრო გააქტიუროს მის განვითარება? ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იყო, ვინაიდან ძალიან ბევრი ინვესტორი განიცდიდა იმ ტვირთს, რასაც ქვია ჯარიმები და სხვადასხვა ფინანსური სირთულეები. სწორედ ამას ემსახურებოდა მილიარდი ლარის ჩამოწერასთან დაკავშირებული განცხადება, თუმცა ნახეთ, ანუ კი აქ რა
ასე ვთქვათ, ფორმატის შესთავაზა სახელმწიფომ, რომ კერძო ინვესტორს თავად ჰქონდა 16 მარტის სამუშაო დღის ბოლომდე შესაძლებლობა, რომ გაეკეთებინა განაცხადი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, თუ რა რაოდენობის და რა მოცულობის პროექტების შესრულებას შეძლებდა. მოდით მარტივად რომ ავხსნათ ჩვენი მაყურებლისთვის, თქვა თქვენ გაქვთ 10 პროექტი, მე მაქვს 5 პროექტი, ორივეს ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რა თქმა უნდა, რომ ავაშენოთ, მაგრამ სურვილი ერთია, მეორეა ჩვენი შესაძლებლობა, როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის ჭრილში. 16 მარტის სამუშაო დღის ბოლომდე თქვენ და მე გვქონდა შანსი იმისა, რომ მიგვემართა სამინისტროსთვის და კონკრეტულად გვეთქვა, რომ მაიას ამ 5 პროექტიდან შეუძლია 2-ის აშენება. დანარჩენ 3-ზე ვამბობ უარს, იმიტომ რომ არ მაქვს შესაბამისი რესურსი. თქვენ თქვა 10 პროექტიდან კონკრეტული რაოდენობა შესთავაზეთ. ოღონდ გარანტირებულად ვამბობთ თქვენ და მე, როგორც ინვესტორები, რომ ესა თუ ის პროექტი უნდა ავაშენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ თქვენ თქვათ, ჩვენ ვერ შევძლებთ ამ პროექტების განხორციელებას, დათქმა აქვს ამ ყველაფერს და ეს დათქმა ვლინდება იმაში, რომ ის დარიცხული ჯარიმები და საურავები, რომელიც აქამდე იყო, აღდგება ამ პროექტებზე, რომლებსაც ავიღე პასუხისმგებლობა და ვალდებულება და დაემატება ახალი ჯარიმები. ასე რომ აი ეს გამოთავისუფლებული მეგავატები, რომელზეც იყო საუბარი, სწორედაც ემსახურება იმას, თუ რა პროექტებზე თქვეს თავად ინვესტორებმა უარი. და სხვა ინვესტორებს მიეცემათ საშუალება, რომ ეს პროექტები განავითარონ. ჩვენი საუბრის დასასრულს მინდა გითხრათ გრედას ინიციატივებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თქვენ ასოციაციაში ის პრობლემები იყრის თავს, რაც ამ სექტორს აწუხებს და შემდეგ უკვე ინიციატივის სახეს აძლევთ. ორი ინიციატივა იყო, რომელიც ერთი უფრო ბევრი წელია მიმდინარეობს, კანონ პროექტი სარგებლის გაზიარებასთან დაკავშირებით და მეორე გრედა ითხოვდა ცვლილებების შეტანას, რომ გარკვეული ფილტრი დაემატებინა სამინისტროს მემორანდუმების გაფორმების დროს. რა ეტაპზეა ეს კანონ პროექტები და ინიციატივები? ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მოლოდინი, რომ ეს კანონ პროექტი მიღებული იქნება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სულ 2 კვირის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან, სადაც ხაზგასმით გაჟღერდა, რომ ძალიან კარგია კოლაბორაცია საქართველოს სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტს შორის, შესაბამისად იქნება თანხვედრა ხედვებისა და კანონ პროექტის მიღება მოხდება საქართველოს პარლამენტში, რაც ცალსახად ანუ კი ხშირად გვითქვამს, რომ სარგებლის ძალიან მნიშვნელოვან წილს დატოვებს ადგილობრივ თემში, რაც არის ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან კრიტიკული იმისათვის, რომ განვითარება პოვოს ადგილობრივმა თემმა და მიიღოს ის სარგებელი, რომელსაც ჰიდროენერგეტიკა სთავაზობს ჩვენს მოსახლეობას. რაც შეეხება მეორეს ფილტრებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ჯერჯერობით აზრთა გაცვლა-გამოცვლის პროცესში ვართ და ეს ფილტრები ძალიან მნიშვნელოვანი. ეს დრომაც აჩვენა, ჩვენ ამ რისკებზე ვსაუბრობდით და რაც უფრო მეტად გავიდა დრო, კიდევ ერთხელ დავწმუნდით იმაში, რომ ეს ფილტრები აუცილებელია. ჩვენ უნდა გვყავდეს კვალიფიციური ინვესტორები ბაზარზე, რომლებსაც შეუძლიათ აქვთ გამოცდილება, კვალიფიკაცია და კომპეტენცია, რომ ჰიდროენერგეტიკაში მუზრუნველყონ თანხის ჩადება, აქვთ შესაბამისი ცოდნა, რომ ააშენონ ტექნიკურზე მაქვს საუბარი და გარემოს დაცვითი საკითხებიც ადეკვატურად არის სტანდარტიზირებული. ძალიან დიდი მადლობა, მაია, მე გისურვებთ წარმატებას. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო გრედას აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე.